უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავარი აქცენტები გაყინულ კონფლიქტებზე, რუსულ ოკუპაციასა და აგრესიულ პოლიტიკაზე გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგისა და ლისაბონის შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებზე. პრეზიდენტის განცხადებით გლობალურ უსაფრთხოებაზე და კონფლიქტებზე პასუხისმგებლობა მთელმა მსოფლიომ უნდა გადაინაწილოს. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას მასშტაბით ფორუმზე მსოფლიოს 56 ქვეყნიდან 350-ზე მეტი დელეგატი ისმენდა. Distinguished participants, in the past 20 years, the world has learned that we also have ours on the side, our experts. Stay here. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაყინულ კონფლიქტებზე. 2008 წლის მაგალითზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა გაყინული კონფლიქტის მწვავე ომში გადაზრდის საფრთხეზე. პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილების შესწავლა შესთავაზა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კიბერუსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის დროს საქართველოს წინაშე ეს პრობლემაც მწვავედ იდგა. Ladies and gentlemen, I would like to stress today that we are facing and deciding ძვირფასო მონაწილეებო, მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი რეგიონის მომავლისთვის ახლა გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. ქვეყნები, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ, შეიძლება განსაზღვროთ როგორც კრიზისის ან ეგრეთ წოდებული გაყინული კონფლიქტების ადგილი და ამავდროულად როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობის არეალი. ჩვენ ქართველებმა 2008 წელს ვნახეთ, როგორ შეიძლება გაყინული კონფლიქტი ძალიან სწრაფად მწვავე ომში გადაიზარდოს. Ახლაც არ შემიძლია საკმარისად არ გაუსვა ხაზი იმ საფრთხეს, რომელიც არსებული დაძაბულობიდან მომდინარეობს ჩემს რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა. ძალიან საინტერესოა საქართველოს გამოცდილების შესწავლა. ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ კიბერუსაფრთხოებაზე. 2008 წელს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ერთდროულად გამოიყენეს სამხედრო ძალა კიბერთავდასხმა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ყველა ჩვენი ვებგვერდი დაბლოკილი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადეს და დღესაც ამტკიცებენ, რომ თითქოს და საქართველოს დაესხა მოულოდნელად თავს რუსულ პოზიციებს. მაგრამ მანამდე საქართველოში ყველა ინტერნეტ საიტზე განახორციელეს თავდასხმა და სხვაც ბევრი რამ მოხდა. მინდა ერთი მარტივი გზავნილი განმოგცეთ. კარგად ცნობილი უცხო ქვეყანა სამხედრო ძალების კონცენტრირებას განაგრძობს, რაც მომავალში კატასტროფამდე მიგვიყვანს. სამხრეთ კავკასია ერთადერთი ალტერნატიული გზაა, რომლითაც ევროპა შუა აზიის ენერგორესურსებით მარაგდება. ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან მარშრუტს ISAF-ის მისიისთვის და ეს არის რეგიონი, რომლის ხალხიც ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. გარდა ამისა, ეს არის რეგიონი, სადაც ყოფილი იმპერია კარგად ცნობილ დაყავი და იბატონეს პოლიტიკას ატარებს. ახალი დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად ყველა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ის რაც მოხდა ჩემს ქვეყანაში 2008 წელს იყო ოკუპაცია, მაგრამ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს. ვერ შეძლეს ქართული დემოკრატიის მოკლა. ქართული დემოკრატია კი ყველაზე წარმატებულია. ამას ყველა აღიარებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს, რომ განიმუხტოს მდგომარეობა და სამართლებრივი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს მრავალეთნიკური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საქართველოსთვის მშვიდობა ერთადერთი მიზანია, ხოლო მიზნის მისაღწევად პოლიტიკური დიალოგი ერთადერთი იარაღი. Important part of our territory remains occupied. მთავრობა ვალდებულებას იღებს დაძაბულობის განსამუხტად და ხანგრძლივი სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დიდ პროგრესს მივაღწიეთ მრავალეთნიკური წარმატებული სახელმწიფოს შექმნაში, სადაც ხალხს შეუძლია ჩაერთოს სახელმწიფოსა და ეკონომიკის მართვაში. არალეგალურად ოკუპირებული ტერიტორიებისთვის შევიმუშავეთ ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოსახლეობის მშვიდობიან ჩართულობას ითვალისწინებს იმ ხიდების მშენებლობაში, რომლებსაც დღეს მათი ლიდერები წარსულში კი კომუნისტები და მათი მემკვიდრეები ანადგურებდნენ. ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია მიზეზად ის, რომ რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და უფრო მეტი ვალდებულება ავიღეთ საკუთარ თავზე, როგორც განსაზღვრულია ამ დოკუმენტში და ევროკავშირის მონიტორინგის მნიშვნელოვან მისიასთან თანამშრომლობის კუთხით. ამ მისიის ხელმძღვანელმა ჰანს-იორგ ჰაბერმა ჩვენს პოლიტიკას უწოდა ცალმხრივი კონსტრუქციულობა. შარშან ნოემბერში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პირობა დავდე, რომ საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამ დაპირებას, რომელიც საქართველოს კანონიერი ვალდებულებაა, თან ახლდა დიალოგის მოწოდება. მოვედით თქვენთან იგივე დაპირების გასამეორებლად. მშვიდობა ერთადერთი მიზანია და პოლიტიკური დიალოგი ერთადერთი გზა მის მისაღწევად. მაგრამ როგორ უპასუხა მეორე მხარემ ჩვენს მოწოდებას? სამწუხაროდ ამ დრომდე არ უთქვამს უარი იმ სტრატეგიული მიზნებისკენ სწრაფ
სახელმწიფოზე, რომლებსაც 2008 წელს ვერ მიაღწია. მათ უარი თქვეს ძალის გამოუყენებლობაზე და განაგრძობენ სამხედრო ძალების კონცენტრირებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბოლოს განაცხადეს ტაქტიკური რაკეტების მძიმე არტილერიის განლაგების შესახებ, რაც ეწინააღმდეგება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმებას და სხვა დოკუმენტებსაც. გარდა ამისა, საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და არა მარტო ჩვენს ქვეყანას. ბატონებო და ქალბატონებო, ევროპისა და ამერიკელების ჩართულობა აუცილებელია საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რათა მოლაპარაკებების მაგიდებთან შეიკრიბონ ის ხალხი, ვისაც ჯერა სამხედრო ძლიერების. მიუნხენში პრეზიდენტმა ავღანეთზეც ისაუბრა და ქვეყნის პრეზიდენტს მნიშვნელოვანი დახმარებაც შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს როგორც მსოფლიო ბანკისა და Transparency International-ის მიერ წარმატებული რეფორმატორად დასახელებული ქვეყანა მსოფლიო უსაფრთხოების თვალსაზრისით არამხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელია, არამედ საკუთარ მნიშვნელოვან კონტრიბუციასაც ახორციელებს ამ პროცესში. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტ კარზაის ექსპერტების გაგზავნა კოალიციის რეფორმირებისთვის. Transparency International-ის თანახმად საქართველოს ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებიდან კორუფციასთან მებრძოლ ნომერ 1 სახელმწიფოდ იქცა. უპირველესად კი იმ ცვლილებების გამო, რომლებიც ძალაუწყებებში განვახორციელეთ. ადგილზე იმყოფებიან არტილერიის სპეციალისტები, რომლებიც ასწავლიან ავღანელ სამხედროებს. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავეხმაროთ ეკონომიკური რეფორმების დაგეგმვაში. მსოფლიო ბანკმა ბოლო 5 წლის მონაცემებით საქართველოს მსოფლიოს ნომერ 1 რეფორმატორ სახელმწიფოდ დაასახელა. მაშინ, როდესაც ჩვენ სახელმწიფოს საკმაოდ გაურკვეველი წარსული ჰქონდა. უსაფრთხოების კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ პირველ შეფასებებს ქართული დელეგაციის წევრები და გერმანიაში საქართველოს ელჩი აკეთებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მზად არის სამშვიდობო ინიციატივა ნებისმიერი ტრიბუნიდან გააჟღეროს. ნინო კალანდაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ საერთაშორისო ტრიბუნიდან კონფლიქტებთან დაკავშირებით საერთაშორისო პასუხისმგებლობის გაზიარებაზე ისაუბრა. ეს იყო დაბალანსებული და საქმიანი გამოსვლა. პრეზიდენტმა დაგვანახა საქართველოს მნიშვნელობა ყველა რეგიონში. ფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა საჭირო და ნათელი განცხადება გააკეთა საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს რეალური ვითარების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ერთის მხრივ, იმიტომ რომ ხაზი გაესვა უსაფრთხოებისა და ასე ვთქვათ კონფლიქტების არსებობისას, კონფლიქტების გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე და ასევე თუ რამდენად შეიძლება პასუხისმგებლობა გაზიარებული იქნას სრული მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. ამავდროულად რასაკვირველია, როდესაც კონფლიქტებზე იყო საუბარია უპირველეს ყოვლისა საქართველოში მიმდინარე და არსებულ კონფლიქტებზე, ასევე რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს სწორედ როგორც რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ისე მსოფლიო უსაფრთხოებაზე. ავღანეთის პერსპექტივები, ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის აუცილებლობა. მიუნხენის 47-ე საერთაშორისო კონფერენციის დასკვნითი დღის მთავარი თემები გახდა. დელეგატებს სიტყვით გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ მიმართეს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ეგვიპტეში დემოკრატიული ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ დასავლეთი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევა და დახმარება მხოლოდ რჩევით შეუძლია. ყურადღება მან ავღანეთში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა და თქვა, რომ გერმანია მზადაა იმ რეგიონებიდან, სადაც სიტუაცია სტაბილურია, საკუთარი ძალები გამოიყვანოს. ავღანეთის პირველმა კი ISAF-ის მონაწილე სახელმწიფოებს ავღანეთის განვითარების მხარდაჭერისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ 2015 წელს ავღანეთი ძლიერი და მშვიდობიანი ქვეყანა იყო. ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებას ამ ქვეყნისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. სამოქალაქო ომის შემდეგ ხელისუფლებაში ექსტრემისტები მივიდნენ, რამაც საფრთხის წინაშე ევროპაც დააყენა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო. ჩვენ დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ კონტროლი ავღანურ ძალებს გადავცეთ. რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ მზად ვართ გამოვიყვანოთ ჩვენი სამხედროები იმ ტერიტორიებიდან, სადაც სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა. ჩვენი პასუხისმგებლობა არ ამოიწურება იმით, რომ კონტროლს 2014 წელს მთლიანად ავღანეთს გადავცემთ. მადლიერება მინდა გამოხატო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იმ მსხვერპლისთვის, რომელიც გაიღეს ავღანეთისთვის და იმ თანხებისთვის, რომელიც დაიხარჯა ავღანეთში. ავღანეთის მოსახლეობა იმსახურებს, რომ მიიღოს მდგრადი მშვიდობა და დაიწყოს განვითარება. მე მინდა ქვეყნის ხალხის სახელით მადლობა გადაუხადო ამერიკის მთავრობას, გერმანიის მთავრობას და ყველა პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც წვლილი შეიტანა ავღანეთში უსაფრთხოების და სტაბილურობის დამკვიდრებაში. 2015 წლის ავღანეთი იქნება ის ქვეყანა, რომელსაც ახასიათებს ეფექტური მმართველობა, რომელსაც ექნება ხელშეკრულებები ამერიკასთან და ხანგრძლივი პარტნიორობის შესაძლებლობა ნატოსთან და ევროკავშირთან, რომლებიც ასევე აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას რეგიონალური
უსაფრთხოებისა და განვითარების პროექტებში. საქართველოს პრეზიდენტი ბავარიის პრემიერ-მინისტრ სეჰოფერის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლიდერი ბან კი მუნი, ესტონეთის, ავღანეთის პრეზიდენტები და პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი. ვახშამზე ავღანეთის პრეზიდენტს მამედ ყარზაისაც გაესაუბრა ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის თავდაცვის მინისტრის კარლ თეოდორ გუტენბერგისა და ესტონეთის ლიდერის ტომას ჰენდრიკ ილვესის გვერდით იჯდა.